მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. 2021 წლის მოწვევის ახალციხის საკრებულოს დეპუტატებმა საქმიანობის 4 წელი დაასრულეს. Როგორი იყო ეს 4 წელი? დეპუტატების საქმიანობა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით 2021 წლიდან 2025 წლის ივნისის ჩათვლით საკრებულოში გამოვლინდა სავარაუდო კორუფციის შემთხვევები. სუსტი ზედამხედველობა გაუარეს და საჯარო ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობა და ასე შემდეგ. კვლევაში მითითებულია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში საკრებულოს დეპუტატებმა, მათი ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, მხოლოდ ახალციხის მუნიციპალური შესყიდვებიდან თითქმის 25 მილიონი ლარი მიიღეს. კვლევის მიხედვით ახალციხის ყოფილი მერის და შემდგომში უკვე საკრებულოს დეპუტატის ზაზა მელიქიძეს ნათესავმა ლაშა თედორაძემ წელიწად ნახევარში ახალციხის მერიისგან შესყიდვებით 400,000-ზე მეტი ლარი მიიღო. კვლევის მიხედვით ის ამავე დროულად ახალციხის საკრებულოს პრესსამსახურის და ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილის სიძეა. თედორაძის კომპანიამ ასევე მოიგო ტენდერი, რომელიც მისი კომპანიის დაფუძნებამდე 3 დღით ადრე გამოცხადდა. ანუ 2023 წლის 3 ოქტომბერს მუნიციპალიტეტმა საყუნეთის გზის რეაბილიტაციის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. კომპანია კი 6 ოქტომბერს დაფუძნდა. ზემოთ ხსენებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. ტენდერში წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს იწყებოდა. ადასტურებს თუ არა კვლევაში მითითებულ მონაცემებს ლაშა თედორაძე. ჩვენ მასთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა იგი ზარებს არ პასუხობს. ამ შესყიდვებში ახალი გამოჩნდა ლაშა თედორაძე, რომელიც გახლავთ არამხოლოდ ზაზა მელიქიძის დეპუტატის ნათესავი, არამედ გახლავთ ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილის სიძე და ასევე ნანა ბერიძის სიძე და ასევე ახალციხის საკრებულოში პრესსამსახურის წარმოადგენს ეკა ბერიძე, მისი სიძე. ასევე ეს ადამიანი წინასაარჩევნო პროცესებში ბოლო არჩევნებში ჩართულია, ქართული ოცნების შტაბში მუშაობდა და საარჩევნო უბანზეც, სადაც მე ვიყავი, იქაც ძალიან აქტიურობდა და როგორც ჩანს, ასე უფასდება მას ეს საქმიანობა, ნათესაობაც. მას წელიწად ნახევარში მიღებული აქვს 9 მილიონ ლარზე მეტი ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ამ თანხის დიდი ნაწილი მიღებული აქვს პირდაპირ შესყიდვებით და უკონკურენტო ტენდერებით, მათ შორის ერთ-ერთი ტენდერი გახლავთ ასეთი, რომელიც ახალციხის სერვის ჯგუფმა გაუფორმა. ახალციხის სერვის ჯგუფის დირექტორი არის ლაშა თედორაძის მეგობარი გრიგოლ ხავთაძე და უკონკურენტოდ მოიგო ეს ტენდერი. ასევე გრიგოლ ხავთაძე გახლავთ სატენდერო კომისიის თავმჯდომარე და ის უფორმებს თავის მეგობარს ლაშა თედორაძეს 22,000 ლარზე ხელშეკრულებას. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდში საკრებულოს სუსტ ან ფორმალურ ზედამხედველობას ახორციელებდა. ამავე კვლევის მიხედვით გამჭვირვალობის მოტივით მიღებული კანონების მხარდამჭერებმა მკვეთრად გააუარესეს საჯარო ინფორმაციებზე ხელმისაწვდომობაც. მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერს, რომ უწყებიდან საკრებულოს ხდომების ოქმები 2024-2025 წლის ხარჯები დეპუტატების მიერ მერისა და სხვა თანამდებობის პირების საკრებულოში დაბარების და მათი მხრიდან მერიაში წერილობით გაგზავნილი შეკითხვების ან წინადადებების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. ახალციხის საკრებულოში 3 ფრაქცია მუშაობდა, აქედან 2 ოპოზიციონერი დეპუტატებით იყო დაკომპლექტებული. თუმცა კვლევის მიხედვით საკრებულო მუშაობა ისე დაასრულა, რომ არც ერთ ფრაქციას არც ერთი ინიციატივა არ წარუდგენია. ამის მიუხედავად, მხოლოდ 2 წელიწადში ფრაქციისთვის ბიუჯეტიდან 700,000-მდე ლარი გაწერა. ჩვენ ვუკავშირდებოდით ფრაქციის დამოუკიდებელი დეპუტატის თავმჯდომარეს დავით ახალკაცს, რომელიც 2021 წელს საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან შევიდა, თუმცა შემდეგ პარტია დატოვა და ახალში გადავიდა. ახალკაცი ჩვენ ზარებს არ პასუხობს. ასევე ჩვენ ზარებს არ პასუხობს ფრაქცია ახალციხე საქართველოსთვის დეპუტატი გახარიის პარტიიდან გიორგი გიორგაძე და არც ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე ბესიკ ბლიაძე. რაც შეეხება გამჭვირვალობას, გადააყოლეს ქვეყანა
რუსულ კანონებს, რომელსაც რუსული ოცნება გვასაღებს გამჭვირვალობის კანონად. მათ პრეტენზია აქვთ ჩვენს ხელფასებზე, შემოსავლებზე და ამ დროს ის რასაც ითხოვს კანონმდებლობა, რომ მათი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე, სწორედ ამას მალავენ, ბლოკავენ. ჩვენ არათუ საკრებულოს ხდომის ოქმები უკვე 2024-25 წლის საკრებულოს ანგარიშზე რომ მუშაობდით, ახალციხის საკრებულომ არ მოგვაწოდა ხარჯები, ანუ როგორ ხარჯავენ ახალციხის ბიუჯეტის ფულს, ხალხის ფულს, ახალციხელების ფულს, არ მოგვაწოდეს რა თანხას იღებენ ხელფასებში, რა თანხა გაიწერა საწვავში, სატელეფონო კომუნიკაციაში და ასე შემდეგ. როგორ ხარჯავენ და როგორ შრომობენ, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ახალციხის საკრებულოში მოქმედი ფრაქციები ისე ასრულებენ მუშაობას, ნუ არ ვიცი თუ ბოლო 4 თვეში არ ქონდა ასეთ ფაქტს ადგილი, ისე ასრულებენ მუშაობას, რომ ამ ფრაქციებიდან არც ერთ ინიციატივა ამ დრომდე არ ქონია, არადა მხოლოდ 2 წელში, ანუ იქ სადაც ხარჯის შესახებ ინფორმაცია გქონდა, 700.000 ლარამდე გაიწერა მათ ხელფასებზე, საწვავსა და სატელეფონო კომუნიკაციაზე. ანუ ამ ფრაქციების შენახვა ახალციხელებს დაუჯდათ დაახლოებით 700.000 ლარი მხოლოდ 2 წელში, ისე რომ მათ არც ერთი ინიციატივა არ ქონიათ. კვლევის მიხედვით 2021 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ჩათვლით ახალციხის საკრებულოს ხარჯებმა 2.300.000-მდე ლარი შეადგინა, რომლის უმეტესი ნაწილი 2 მილიონზე მეტი ხელფასებში, დანამატებში და ჯილდოებში გაიწერა. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ იგივე საანგარიშო პერიოდში საკრებულომ ჯამში თითქმის 200.000 ლარის ღირებულების 67.000-მდე ლიტრი საწვავი გახარჯა, საიდანაც 20.000-ზე მეტი საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა 3 მოადგილემ გახარჯა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით საანგარიშო პერიოდში საკრებულოში 2 პეტიცია შევიდა, ორივე მათგანი მათ ეკუთვნით. ერთი მათგანი, რომელიც ჯაყელის ბაღის რეაბილიტაციას ეხებოდა, დააკმაყოფილეს და ბაღი უკვე აშენდა. ხოლო მეორე, რომელიც ახალციხეში შშმ პირებთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციისთვის ფართის გადაცემას გულისხმობდა, არ დაარეგისტრირეს. საკრებულოს პოზიციით, პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ ეკუთვნოდა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას. თუმცა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2025 წლის 9 ოქტომბერს საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს საპატრიარქოს აიპისთვის რუსთაველის 124-ში მდებარე 355 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე შენობის გადაცემა. ადასტურებს თუ არა კვლევაში მოყვანილ ფაქტებს და რა პოზიცია აქვს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ლომიძეს. ჩვენ მასთან დაკავშირებად ვცადეთ, თუმცა იგი ზარებს არ პასუხობს. ახალციხის საკრებულოს ჩვენ მივმართეთ პეტიციით, ამ პეტიციას ხალხს დაახლოებით 500 ახალციხელი აწერდა. შშმ ბავშვებისთვის ვითხოვდით ფართს უზურპრუქტის წესით, რომ გადასცემოდა ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს კონკრეტულად ახალციხეში და შეიძლება ითქვას რეგიონშიც, მაგრამ ჩვენ გვეთქვა უარი უზურპრუქტის წესით, რომ გადასცემოდათ ეს კონკრეტული ქონება, არ მოგვითხოვია რაიმე კონკრეტული, მაგრამ რაიმე ფართი ახალციხეში, სადაც გამოიძებნებოდა, გამოინახებოდა, გვითხრეს უარი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ მათ უზურპრუქტის წესით მისცეს სამსართულიანი შენობა ეკლესიას. ჩვენ საწინააღმდეგო ამის არაფერი არ გვაქვს, მით უმეტეს თუ რაიმე ფორმით ეს ახალციხეში განათლებას მოხმარდება, მაგრამ ფაქტია, რომ შშმ ბავშვებს უთხრეს უარი და ქონება გადასცეს ეკლესიას. ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ტროლები და ანგარიშები ისვედის წინააღმდეგ. სამართლიანი არჩევნები მიუთითებს, რომ გამოავლინეს 300-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში, რომლებმაც მათ ერთ-ერთ პოსტზე ერთდროულად ჰაჰა რეაქციები გამოხატეს. მათ შორის არიან სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბაკ პილაშვილი. ეს უკანასკნელი ადგილობრივ არჩევნებში ქართული ოცნების პროპორციული სიით პირველი ნომერია. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციის პოსტზე, რომელშიც მოყვანილია ქართული ოცნების და სხვადასხვა საჯარო უწყების დაფინანსების მიმღები მედიები. ისფედი წერს, რომ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ორგანიზაციის Facebook გვერდზე პოსტი კოორდინირებული ონლაინ აქტივობის სამიზნე გახდა. იყო პოსტზე გამოხატული რეაქციები, მათი პოზიცია თუ კოორდინირებული აქტივობა. ამ კითხვით ჩვენ ორივეს დაუკავშირდით. მას შემდეგ, რაც მუშკუდიანმა ჩვენი ვინაობა გაიგო,
გითხრა რომ არ ეცალა და მოგვიანებით დავკავშირებოდით. მოგვიანებით დაკავშირების შემდეგ მუშკუდიანმა გითხრა რომ თვითონ დაგვიკავშირდებოდა, ხოლო კბილაშვილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.